მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას ფაქტი. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ევროკავშირის მხარდაჭერაზე, რაც მიიღო გორის მუნიციპალიტეტმა ბოლო წლების განმავლობაში. იქიდან გამომდინარე, რომ ამჟამინდელ თვითმმართველობას უფლებამოსილების ვადა ეწურება, გადავწყვიტეთ, რომ 2022 წლიდან, როცა უშუალოდ შეუდგა ეს თვითმმართველობა საქმიანობას, იმ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე გაგვიანალიზებინა და მაყურებლისთვის მიგოწოდებინა ინფორმაცია, თუ რა მხარდაჭერა მიიღო ევროკავშირისგან და ზოგადად დასავლეთის ქვეყნებისგან. გორის მუნიციპალიტეტმა კონკრეტულად და ამ თემაზე მუშაობდა ჩვენი ანალიტიკური ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი შორინა ბიჭიკაშვილი. შორინა, მოგესალმებით. მადლობა იმ შრომისთვის, რაც გაწიე ამ თემის დამუშავებისთვის, იმიტომ რომ მართლაც მნიშვნელოვანია საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ როდესაც მიდიან ადგილზე, ხშირ შემთხვევაში ხელისუფლების გაკეთებული გონიათ ხოლმე მოქალაქეებს ესა თუ ის პროექტი. მოდი დავიწყოთ იმ პერიოდიდან დღემდე ზოგადად რა მხარდაჭერა გამოიჩინა ევროკავშირმა გორის მუნიციპალიტეტის მიმართ და შემდეგ უფრო დეტალურად მივაწოდოთ ინფორმაცია იმ მითების პარალელურად, რაც ვრცელდება, თითქოს ქართულობას გვართმევენ, კულტურას გვართმევენ ევროკავშირის ქვეყნები და ასე შემდეგ. მოგესალმები ნინო, კიდევ ერთხელ მივესალმები მაყურებელს და ვიწყებ იქიდან საუბარს, რომ რატომ გადავწყვიტე ამ თემის არჩევა. ვიცით, რომ ბოლო პერიოდში ძლავრი, ასე ვთქვათ, პროპაგანდა იმის შესახებ, ეს არის რუსული ნარატივები, რომ ევროკავშირი გვართმევს ჩვენს იდენტობას, საფრთხეს უქმნის ჩვენს ტრადიციებს და ასე შემდეგ. ხდება დისკრედიტაცია, ასე ვთქვათ, ჩვენი ევროპული არჩევანის. მე მინდოდა ფაქტებით მეჩვენებინა ამ სტატიაში, რომელიც მოვამზადე, ფაქტებით მეჩვენებინა მკითხველისთვის, რომ ფაქტები სხვა რამეს გვეუბნება, მოკლედ რომ ვთქვათ. შევეხე, რა თქმა უნდა, უამრავი პროექტი განხორციელდა ამ წლების განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში 116 სოფელში. ჩვენ ჟურნალისტებს ხშირად გვიხდება ამ თემების გაშუქება, ყოფნა ამ სოფლებში და ბანერებს ხშირად შევხვდებით, სადაც არის ევროკავშირის ლოგო, ევროკავშირის ხშირად ამას ყურადღებას არ აქცევენ იქაური ადგილობრივი დროშები არიან და არ იციან და გონიათ, რომ შეიძლება გაუკეთა ადგილობრივი ხელისუფლება და ანუ ამომრჩეველი, ასე ვთქვათ, შეცდომაში შედის. მაგრამ მე სტატიაში მინდა გავამახვილო ყურადღება უფრო მსხვილ პროექტებზე, რომელიც ხილული, ასე ვთქვათ, თვალსაჩინოა. დავიწყოთ ძველი ხიდი. ეს რომელიც არის გორში, ძველი ხიდის სახელით არის ცნობილი, ეს თავის უნიკალურობით და მნიშვნელობით, ამაზე აღარ რას ნიშნავს ეს ჩვენთვის, ამაზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას. წლების განმავლობაში, როგორც ვიცი, იყო მისახედი და ყურადღებას არავინ აქცევდა, იმიტომ რომ ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. რა თანხა დაიხარჯა ევროკავშირს? აი მონიშნული მაქვს მე ეს თანხები თავდაპირველად ამაზე დაიხარჯა 695,997 евро. ევროკავშირის ფულია ეს. კი ბატონო. მიზნად ისახავდა ეს, ასე ვთქვათ, გრანტები, რომ განვითარებულიყო გორის ტურისტული პოტენციალი. ეს არ არის მხოლოდ ის, რომ ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა, ეს გულისხმობს თავისთავად ქალაქის ეკონომიკურ გაძლიერებას, იმიტომ რომ საქმდება ადამიანი, როდესაც ტურისტი შემოდის და ეს მნიშვნელოვანი იყო, რომ ეტაპებრივად მიდიოდა ამ ხიდის რეაბილიტაცია. ნინო, გახსოვთ, თქვენც გაქვთ ამაზე ნამუშევარი, რომ სტატია დაწერილი, რომ ხელმეორედ მოხდა ამ არ იყო საკმარისი, ზუსტად არ მახსოვს ეს, მაგრამ ვიცით, რომ ხელმეორედ მოხდა. კი, ძალიან სოლიდური თანხები გახდა საჭირო, იმ პროექტის ფარგლებში არ იყო მაშინ საკმარისი და დამატებით კიდევ თანხები გადაირიცხა ევროკავშირის მხრიდან პროექტის გაგრძელება და შეიძლება ჩაითვალისწინებულიყო. დიახ. ეს არ ვიცი, შეიძლება არა მაყურებელმა, რომ ეს ძველი ხიდი გორში არის სწორედ ევროკავშირის მხარდაჭერით, ფინანსური მხარდაჭერით გაკეთებული. ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტია ევროკავშირის მხარდაჭერით, ეს არის ლომჭაბუკის ტერიტორია. აქ მინდა ჩამოვთვალო, რომ არ გამომჩეს რა მოწესრიგდა ამ პროექტის ფარგლებში. აქ დაიხარჯა დიდი რაოდენობით თანხა, თავდაპირველად 1,800,000 გამოიყო ევროკავშირიდან, თანადაფინანსებითაც იყო დაახლოებით 300,000-ით მერია, თუმცა ეტაპობრივად ხდებოდა თანხების ჩარიცხვა და თითქმის 3 მილიონამდე მიაღწია ამ თანხამ. ევროზეა საუბარი. 2 მილიონზე მეტია ყოველ შემთხვევაში და მინდა ჩამოვთვალო რა მოწესრიგდა ამ პროექტის ფარგლებში. ეს არის ლომჭაბუკის მონუმენტისა და სკვერის რეაბილიტაცია, სკვერში არსებული გამოფენისა და ღონისძიებებისთვის განკუთვნილი შენობის საგამოფენო სივრცის აღდგენა,
საპარკინგი ადგილის მოწყობა, გორის ციხის გარშემო საფეხმავლო ბილიკი მოეწყო, რუსთაველის მემორიალისა და მიმდებარე სკვერის რეაბილიტაცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი ზრდისთვის მეორე ეტაპის ფარგლებში. ეს ეტაპობრივად იყო. ანუ ეტაპობრივად მოეწყო ველობილიკებიც, ვახსენეთ საფეხმავლო ბილიკიც გორის ციხის გარშემო და აი ეს წვრილ-წვრილად არის ესე ჩამოთვლილი ამ მასშტაბური პროექტის ფარგლებში, რა თქმა უნდა ეს ეტაპობრივად წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ამ პროექტის განხორციელება და ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი და ხედავთ ხო მოსახლეობაც ხედავს რომ ეს ნამდვილად გაკეთდა და მაგრამ ეს არის ერთი პროექტი, ერთი ამხელა მსხვილი პროექტი, რაც განხორციელდა, მაგრამ გარდა ამისა ჩვენ ყველა ნაბიჯზე ხდებით აი ლოგოები, რომელიც ახსენე სოფლებში მათ შორის და წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით აჩვენებენ ხოლმე თავს მოქალაქეებს, რომ ის არის მერიის გაკეთებული და აი ეს რასთან გვაქვს საქმე ახლა მოსახლეობამ ამას ყურადღება მიაქციოს, რომ აი სწორედ ჩემი მიზანიც ეს იყო ამ სტატიის მიზანიც ამ გადაცემისაც, რომ დავანახოთ, რომ რეალურად ეს საფრთხე კი არ არის ჩვენი ქართული კულტურის, ჩვენი იდენტობის ევროკავშირი, ეს არის ჩვენი არჩევანი განვითარება, ეს არის ჩვენთვის განვითარების გზა. კიდევ მინდა ალბათ აი სიურპრიზად იქნება, სიახლე იქნება მაყურებლისთვის ეთნოგრაფიული მუზეუმის რეაბილიტაცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია კულტურაზე, როცა არის ხოლმე საუბარი, რომ ევროკავშირი კულტურას გვართმევს და ქართულობას გვაკარგინებს. გარდა აი ამ ეს არის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, სადაც თანხა ჩაიდო იმისთვის, რომ ქართული კულტურა ადგილობრივ დონეზე გადარჩენილიყო. მუზეუმი, აი ამიტომ რა გაკეთდა და რა თანხა დაიხარჯა? მოხდარია ასე ვთქვათ სარემონტო სამუშაოები ჩატარდა დაახლოებით თანხა იყო 240,650 ლარი. ეს არის დაახლოებით თანხებს, იმიტომ რომ არის სხვადასხვა ჩარიცხვები ასე ეტაპები ასე ვთქვათ და ამიტომ თუმცა სტატიაში ისიც მითითებული რომელ წელს არის აშენებული იგივე ხიდის მაგალითზე და საინტერესოა ფიქრობ ეს. და კიდევ ტრადიციული რეწვის სახელოსნოები, კულტურული მემკვიდრეობის ხელშეწყობა და დასაქმების სტიმულირება. ვიცით რომ იგივე ლომჭაბუკის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ცენტრებია განთავსებული. ხო ეს ტრადიციული რეწვის სახელოსნოები, ესეც მნიშვნელოვანია, საქმდებიან ადამიანები და ნუ ის ტრადიცია არ იკარგება, ხო? აი ძირითადად მე აი ეს მაქვს წარმოდგენილი ამ სტატიაში და როგორც წეღან აღნიშნეთ, უფრო მეტი შეიძლება 116 სოფელში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტია, წყლების სისტემის მოწყობა და ასე შემდეგ. სწორედ ევროკავშირის დახმარებით დაიცოდეს, რომ კონკრეტულ სოფელში თუ წყლის პრობლემა მოიხსნა და აღარ უწევთ იქაურ მოსახლეობას, თქვათ კილომეტრების გავლა, რომ სოფელში წყალი მიეტანათ ან ეყიდათ, ზუსტად ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა და ევროკავშირის დამსახურება ის, რომ მთელ რიგ სოფლებში წყლის პრობლემა დღეს მოგვარებულია და მიეწოდება 24 საათიან რეჟიმში. და სწორედ კიდევ მეორებ რომ ამით მინდოდა დამენახებინა მკითხველისთვის, მაყურებლისთვის, რომ უსაფუძვლოა ის შიშები, ასე ვთქვათ, რაც ის ნარატივები ასე ვთქვათ, არ შეესაბამება სიმართლეს ის რუსული ნარატივი. შორნა შენ ხშირად გადიხარ ხოლმე ადგილზე, ესაუბრები მოქალაქეებს და რა ინფორმაცია აქვს ამ პროექტების შესახებ? გასაგებია რომ შეიძლება ვიღაცამ ლოგოებს ყურადღება არ მიაქციოს, რომ რაც არის გამოკრული, რომ ვინ აფინანსებს ამ პროექტს, ის გამორჩეთ შესაძლოა. შემდეგ უკვე ხდება ადგილობრივი ხელისუფლების ადგილზე ჩასვლა და არ წუნებენ იმაში, რომ ეს ჩვენ გავაკეთეთ და შეიძლება ევროკავშირი საერთოდ არ ახსენონ. პირიქით, ჩვენ თუ დავაკვირდებით ბოლო პერიოდში ევროკავშირის დისკრედიტაციაში ჩართულები არიან ადგილობრივი კასპის მუნიციპალიტეტში, მაგალითად მშვენიერი მაგალითი გვაქვს, როდესაც ერთსქესიანთა ქორწინება უნდა აეკრძალათ, მაშინ როდესაც ხალხი უწყლოდ იხრჩობა და მთელი პრობლემები არის და ამაზე არ საუბრობენ. ანუ მოქალაქეებმა კარგად რომ განსაზღვრონ ეს რატომ ხდება ჩემი აზრით, იმიტომ რომ ამ პრობლემების გადაფარვა მიმდინარეობს და ნაკლები კითხვები რომ დაჟჩეთ რეალურ პრობლემებზე, ალბათ ეს არის მიზეზი, რის გამოც წყლის მაგალითად ესპანეთში ხო, სწორად მახსოვს, ხო, ესპანეთში სოფლებში წყლის პრობლემაო და ასეთ რაღაც სისულელებს აჯერებენ. ანუ ეს გასაგებია რომ შეიძლება უფრო თაობის ადამიანმა ვერ გადაამოწმოს ინფორმაცია სად რა ხდება, მაგრამ ახალგაზრდებიც ხშირად შეცდომაში არიან ხოლმე შეყვანილები და არ აქვთ მათ ის ინფორმაცია. აი ეს
ჩვენ რაც დავამუშავეთ ღია წყაროების საშუალებით, ეს ყველაფერი გორის მედიას თავის საიტზე უდევს, მაგრამ ლინკები რაც შეიძლება რომ შეხვიდე არ გახსნას, თუ ვიღაცა სპეციალურად როგორ მოიძიო ეს მასალა და როგორ აწვდიან ინფორმაცია მიეწოდება ამ მოსახლეობას? ნინო რაც მკითხე, სამწუხაროდ არ აქვს ინფორმაცია ეს ვინ გააკეთა და ასე ვთქვათ ამორჩეველი შეყავთ შეცდომაში ხშირად. და ამიტომ მოუწოდეთ მაყურებელს დააკვირდნენ, მაგრამ მათი ვალდებულებაც რა თუნდაც მერების წარმომადგენლები წინა გადაცემაში PR-ზე ვისაუბრეთ და რამდენი თანხა იხარჯება საკეთებენ. ეს არის კი ბატონო მილიონზე მეტი ლარია დახარჯული PR-ზე მოსახლეობაც გამოუკითხეთ და სამწუხაროდ არ აქვთ ინფორმაცია და აი ამიტომ ვიღაც ხომ უნდა დაუპირისპირდეს თუნდაც ამ რუსულ ნარატივებს, ამ დეზინფორმაციას და ეს ფაქტებით დაუდონ რომ ევროკავშირი არა თუ საფრთხეა ჩვენთვის ჩვენი კულტურის არამედ აი სწორედ ეს აი ამ ფაქტებით უნდა დაუპირისპიროთ ასე ვთვლით და რა შეხარჯებოდა ეს მილიონზე მეტი ლარი იმიტომ რომ თუ სოციალურ ქსელში გამოქვეყნდება ეს რაღაცა ხო ვიღაცებს შეიძლება ხელი არ მიუწვდებოდეს ნაწილს არ მიუწვდება ხელი კი უფროსი თაობის ადამიანები რომლებიც უფრო მეტად ხშირად ხდებიან ამ რუსული ნარატივების გავლენის ქვეშ მათ ამ Facebook-ზე სოციალურ ქსელში საიტზე არ მიუწვდებათ ხელი თუ არა ადგილობ ცენტრალურ დონეზე აქვთ კონკრეტული მედია საშუალებებისთვის გადახდილი თანხა რომ ეს გაპიარებულიყო და სწოდოდა. ძირითადად არა თუ ეს აწვდიან ინფორმაციას რა გაკეთდა ევროკავშირი არ არის წარმოჩენილი ჩვენ რასაც ვაკეთებით როგორც მხარდამჭერი და რომელიც როგორც განმახორციელებელი და ვინ ეს მხარი ვინ დაუჭირა ამ პროექტს უფრო მეტად ამ სიუჟეტებში რასაც ფასიან მედია მხარდაჭერას აკეთებენ აქაც წარმოჩენილი არის თვითონ მერის სამსახურები და არა მაგალითად მხარდამჭერი ორგანიზაცია. მაყურებელს მინდა შევახსენო ასევე რომ ჩვენ არა მხოლოდ ამ თემაზე გამოთხოვილი ქონდა ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან წინა გადაცემაშიც ვისაუბრეთ სამშენებლო ნებართვებზე, სხვადასხვა საკითხებზე, მაგრამ ეს იყო ძალიან ზოგადი პასუხი, რაც გვიპასუხეს, მაგრამ ჩვენი ანალიტიკოსები ითხოვენ ამ დრომდე, აი 7 ივლისი დამამახსოვრდა ზუსტად 7 ივლისს გვაქვს გაგზავნილი წერილი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, რომ ვითხოვთ კონკრეტულ საკითხებზე ინფორმაციას, მათ შორის ხარჯებზე, სარესტორნო თანხებზე, ღონისძიებებზე და ასე შემდეგ, რაც მაგალითად შეიძლება არ იყოს ყველაფერი დეტალურად ჩაშლილი შესყიდვების საიტზე, მაგრამ ამ დრომდე ველოდებით ინფორმაციას ისიც კი არ მოგწერეს, რატომ არ გვაწვდიან ინფორმაციას. ან არ მოიპოვებათ მსგავსი ინფორმაცია, ან დამუშავება ჭირდება და დრო არის საჭირო. საერთოდ არაფერი არ გამოუგზავნია და არ უპასუხია და ასევე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ მათ დაარღვეს კანონი. ანუ საჯარო ინფორმაცია რომ არ გასცეს 10 დღიანი ვადა რომ გქონდათ ეგრევე უნდა მოეწერათ პასუხი, მაგრამ თუ დამუშავება საჭიროებს, ამაში 10 დღიანი ვადა უნდა გამოიყენებინათ. 10 დღიანი ვადაც გამოიყენეს, ერთ თვიანი ვადაც, უფრო მეტიც, უკვე ორი თვე გახდება მალე, რაც ამ ინფორმაციას ვითხოვთ და კანონი დაარღვეს, მე ამის თქმა მინდა. და ჩვენ კიდევ მედია საშუალებებს სამოქალაქო საზოგადოებას გამოგონილი ბრალდებებით აჯარიმებენ და ციხეში კეტავენ და აი ამას როგორ ახსნის ის კონკრეტული პირი, რომელიც არის საჯარო ინფორმაციას გაცემაზე პასუხისმგებელი, ძალიან მაინტერესებს და გამეხარდება თუ ან წერილობით მიპასუხებს, ან რა ვიცი, თვითონაც ჩაწერს მსგავს ვიდეოს და გაგცემს პასუხს, სად გადის ზღვარი, ხა კანონის დარღვევაა, ხო? ჩვენ ამ შემთხვევაში მსგავსი რაღაცაზე ორ თეთრზე რომ რაღაცეები დავაგვიანეთ და გადავაცილეთ თუ დაგვაკლდა, ამაზე ჯარიმები გამოგვიწერეს და 10 დღიანი ვადა რომ გამოიყენებინათ და არ გამოიყენეს და ორი თვე ხდება საჯარო ინფორმაციას არ გასცემენ და კანონი დაარღვეს, ამაზე რატომღაც არ საუბრობენ და არ აღელვებთ, ანუ კანონი დაარღვიეს, მაგრამ იციან რომ არ დაიჯებიან და ეს რანაირი კანონი არის ერთ ადამიანზე მოქმედებს მეორეზე არა, იქნებ გაგვარკვიოთ. შორნა ისე ევროკავშირის მხარდაჭერას რომ დაუბრუნდეთ, სოფლებში ერთია რომ ამ ბანერებს ყურადღება შეიძლება არ მიაქციონ და არ ქონდეთ ინფორმაცია ესა თუ ის ინფრასტრუქტურული პროექტი ვინ გააკეთა, მაგრამ ის თუ იციან და საერთოდ კარგი იქნება თუ უფრო მეტად განუმარტავთ აგროსესხები რომ გაიცემა და სოფლის მეურნეობაში რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა არის ჩადებული დასავლეთის ქვეყნებიდან.
სამწუხაროდ თითოეულას თქვა, ასე ვთქვათ, ეს ინფორმაცია არც ეს ინფორმაცია აქვს, რომ ხდება სუბსიდირება, იმიტომ რომ ვიცით ჩვენ რომ გამოაქვთ აგროსესხები, ვიტყვი იმას, რომ გარდა იმისა, ქალაქებში თუ სხვა მხრივ ხდება ევროკავშირის მხარდაჭერა, მუნიციპალიტეტის სოფლებში, არა მხოლოდ გორში, ზოგადად დასავლეთის მხარდაჭერა აქვს ფინანსური, სხვანაირად სოფლის მეურნეობაში. თუნდაც ეს აგროსესხები ავიღოთ, ხო ხდება სუბსიდირება, იღებენ ადამიანების სესხებს და გარკვეული წლის მერე იწყებენ დაფარვას და ამ პერიოდის განმავლობაში სწორედ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხდებოდა შეღავათების გაკეთება. სამწუხაროდ ბევრს არც ამის შესახებ აქვს ინფორმაცია, თუმცა რა თქმა უნდა, გონია რომ მთავრობა უფარავთ ამ თემებს. დიახ, სამწუხაროდ ეს არის, ანუ ინფორმაცია არ არის მისული სწორად მოსახლეობამდე ამის თქმა მინდა. მედიას რა შეუძლია რომ გააკეთოს ამ სიტუაციაში? ხა ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელებთ, მაგრამ სამწუხაროდ არ ვიცი ეს რისი ბრალი არის, ჩვენი მხრიდან იყო რაღაცების დანაკლისი, რაღაცები უფრო მეტად არ ვისაუბრეთ, როდესაც გავდიოდით ადგილზე, თუ კიდე უფრო სხვა რაღაცა მუშაობს, ალბათ უფრო რუსული პროპაგანდა, რაც ფარავს ამ ჩვენ აქტივობებს. ვიცით რომ განსაკუთრებით 2024 წლის არჩევნების მოახლოვებასთან ერთად ამ სხვადასხვა რეპრესირებული კანონების ამოქმედებასთან ერთად უფრო მძლავრი გახდა სხვადასხვა ნარატივები, დეზინფორმაციის გავრცელება. აი ბოლო პერიოდში და ამაზეა უფრო აქცენტი გაკეთებული, მედიამაც შეიძლება რა მხრივი ბრძოლოს აღარიც უკვე ადამიანმა და განსაკუთრებით ვიცით ხო ჩვენ წავაწყდით ამ პრობლემას საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, გორის მუნიციპალიტეტის ომი და მშვიდობა, უკრაინის მაგალითი მოყავდათ, ვიცით ხომ საარჩევნო ბანერებზეც ეს აქტიურად იყო გამოყენებული. ანუ ამან იმუშავა რომ შეიცვალა დამოკიდებულება. ომის შიშმა ვიცით რომ მუნიციპალიტეტის სოფლები სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული და აი თქვენს მოსავალს ევროკავშირში ვერ გაიტანს ვის რა თუნდაც ამანაც ძალიან იმუშავეს ძირითადი ნარატივები რაც არის და იგივე ის რომ ქართულ იდენტობას თუმცა ჩვენ ბევრი მაგალითი ვიცით რომ შიდა ქართლიდან ახლად ჩამოყალიბებულმა საწარმოებმა ახალბედა მეწარმეებმაც კი გაიტანეს პროდუქტი. იყო ეს მეტი მუშაობა რომ ხალხმა იცოდეს. რამდენად შესაძლებელია და მაყურებელს რომ ვუთხრათ რომ რატო ვერ გაიტანენ? რა არის ხელის შემშლელი? ხელის შემშლელი არის ის გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდე რომ გახვიდე ევროკავშირში, თუნდაც ის ჯანსაღი პროდუქტი ასე მარტივიენით რომ ვთქვათ ხო? და უნდა იყოს. უჩვენიათ რუსეთი თავის მოქალაქეებს რა საჭმევს, კი ვხედავთ აქედან ნებისმიერი პროდუქტი გადის. ხომ ამ მხრივ და კიდე ის მინდა აღვნიშნო რომ ამაზე როდესაც უწყებ ადამიანებს საუბარს, თუნდაც კითხვას ვსვავ რაღაცა იმ მაგ დაგვარს, ადამიანები გიწყებენ ყოფით პრობლემებზე საუბარს, მედიკამენტის ფაზზე, სურსათის პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფაზ და უკვე ამას უკვე დიდად აღარ აქცევ ყურადღებას, ჩვენ ევროკავშირში რა გავიდა, რა არ გავიდა, ომი და მშვიდობა, ამის შიში და ყოფითი პრობლემები. ეს არის რაც ყველაზე მეტად მუშაობს ადამიანს. აი ახლა როდესაც გრანტებს აღარ გასცემს ევროკავშირი ხელისუფლების მისამართი, რაც ძალიან დიდი იყო, ჩვენ ხა დაანგარიშებულია და ექსპერტულადაც შეფასებულია, რომ რაღაცა მცირე ნაწილი ქონდა სამოქალაქო საზოგადოებას, უფრო მეტ ნაწილს იღებდა მთავრობა ევროკავშირის გრანტებს. ეხლა რომ არ მიიღებენ ამას, კი ამბობენ რომ ჩვენ უზრუნველყოფთ ამ დანაკლისო, მაგრამ როგორ წარმოგიდგენია რა ცვლილებები შეიძლება მოყოს ამ? ეს ცოტა ხანში უფრო ხილული იქნება მეტად, იმიტომ რომ შეწყდა ეს გრანტები, ვეღარ იღებს დასავლეთისგან, ვეღარ შემოდის ეს თანხები, სხვადასხვა ორგანიზაციები მოემსახურებიან მოსახლეობას, თუნდაც ჯანდაცვის მიმართულებით ეს ჩანაცვლების პროგრამამაც ბოლო მაგალითებიც არის, რომ ჩვენც არაერთხელ დაგვიკავშირდნენ ჟურნალისტებს, რომ პრობლემები ექნებოდათ ამ მიმართულებით და ალბათ ყველაზე მეტად პირველ რიგში ჯანდაცვის სფერო შეეტყობა, განათლების სფერო შეეტყობა და სამწუხაროდ სახელმწიფო ვერ შეძლებს ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ჯერ ისედაც რა დონე არის განათლების ქვეყანაში და ხა როგორ იქნება წარმოუდგენელია უკვე. და ასევე სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას რადგან შევეხეთ, ესეც პარალელები შეგვიძლია გავალოთ, რომ თუ კი აქამდე მოქალაქე ვერ ხვდებოდა, ვისი მხარდაჭერით ემსახურებოდა თუნდაც ადვოკატი უფასოდ. აი ამაზე როგორი რეაქცია ექნებათ და მე როგორც ვიცი, ქონდა ამისი მაგალითიც. კი ბატონო, თუნდაც ვიცით, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრი იგივე
ახალგაზრდა ევრთა ასოციაციაზე ფაქტიურად აღარ არის ჩვენს მუნიციპალიტეტში დაიხურა ოფისები. რას აკეთებდნენ ისინი რიგითი მოქალაქეებისთვის? ხო, ამას ვერ ხვდებოდნენ ალბათ, მაგრამ მე რომ ფაქტის წინაშე და მე მქონდა შემთხვევა, რომ ერთ-ერთმა ადამიანმა მთხოვა, რომ ასე ვთქვათ, მივყოლოდი შუამავლობა გამეწია, დამეკვალიანებინა. ამ კუთხით აღმოჩნდა, რომ ეს ორგანიზაციები აღარ ფუნქციონირებენ, მათ დაახურეს ოფისები, იმიტომ აღარ აქვთ ფინანსური მხარდაჭერა და გაუკვირდათ რატომ. რა შუაში იყო ეს გრანტების შესახებ კანონის სიტყვაზე, რა შუაში იყო გამჭვირვალე, ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონი, რუსული კანონი, რა შუაში იყო, ვერ ხვდებოდნენ. და ამიტომ ეს ადამიანები ვეღარ მოიმსახურებიან უფასოდ, თქვათ, ვეღარ გაუწევენ. მაგალითად, ჩემ ოჯახსაც უსარგებლია, თქვათ, უფასო იურიდიული მომსახურებით, რაც სხვილ ფინანსებთან იყო დაკავშირებული. და ბოლოსკენ რომ შევაჯამოთ და თან ვუთხრათ მაყურებელს რა არის სწორი, რა არის არასწორი, სოფლებში უფრო მეტად რა ნარატივები არის გავრცელებული გარდა ომისა და მშვიდობისა, რომ თითქოს ევროკავშირი ისი არის წარმოდგენილი, არადა ევროკავშირი მშვიდობის პროექტია, ეროვნეთის შეხვედრებით შეგვიძლია ამის მაგალითად დავასახელოთ. რა ნარატივებია უფრო მეტად სოფლებში გავრცელებული, რაზეც არის სამუშაო და თუ მოგვეცა საშუალება, რაზე უნდა ვიმუშაოთ აი ამ მუნიციპალიტეტში. როგორც ვახსენეთ ეს მშვიდობის ომის შიშს. ანუ ევროკავშირი ხელს უწყობს ომს, ესე იციან? დისკრედიტაცია ხდება, ხომ საუბრის დასაწყისში თქვით ევროკავშირის და რას უშვება, როდესაც უკრაინის გვერდით დგას და უკრაინის მაგალითი ავიღოთ რას შველის. მოსახლეობა გვეუბნება თვითონ, აი ევროკავშირი რას შველის, თქვათ უკრაინას, ეს არის ეკონომიკური კუთხით რომ ვისაუბრეთ უკვე. აი ამ ყველა მიმართულებით რელიგია განსაკუთრებით კი ბატონო და ესეთი ერთმორწმუნეა და გენდერული თანასწორობა და ასე შემდეგ და ეს რა ქვია სტერეოტიპები კი ბატონო ერთსქესიანთა ქორწინებაზე რაც ღიმილის მონგრელიც აღარ არის ალბათ ხო სინამდვილეში დამისახელონ ერთი ქვეყანა მაინც რომელსაც ევროკავშირმა მოსთხოვა რომ დააკანონონ ევროკავშირი აღარ არის დრო შეუძლიათ სხვადასხვა წყაროებზე გადაამოწმონ რას გვთავ ერთ მხარეს დგას რუსეთი ერთ მხარეს არის დასავლეთი ევროკავშირი და გადაამოწმონ როგორ არის იქ განვითარება როგორ ცხოვრობს იქ ადამიანი ნებისმიერ ასაკის როგორია იქ განათლების დონე და რუსეთიც მერე შეადარონ კარგი, მადლობა. ინფორმაციული იყო, ვფიქრობ, ჩვენი საუბარი და მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა არ გულისხმობს რაიმე მოთხოვნას, ამაზე ჩვენ გვაქვს ხელი მოწერილი, რომ გვინდა დასავლეთი, გვაქვს ევროპული არჩევანი გაკეთებული და ის რომ ვინმე რამე გაძალებდეს საკუთარ ქვეყანაში ეს წარმოუდგენელია, ევროკავშირი ამას არც ერთი თავისი წევრი ქვეყნის მისამართით არ აკეთებს და ეს არის უბრალოდ რუსული ნარატივი იმისთვის, რომ თქვენ აღარ იფიქროთ რეალურ პრობლემებზე და ერთსქესიანთა ქორწინება რო არ დააკანონონ, რომელსაც შეუძლებელია ვინმე გაძალებდეს, მით უმეტეს ევროკავშირი, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოქალაქეებში ქაოსი, გაურკვევლობა შეიტანონ და დაგანახონ ისე თითქოს ევროკავშირი არის მტერი და რუსეთი არის მოყვარე. სინამდვილეში ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს, ბევრი წელი არ არის გასული თუ რა დაგმართა ქვეყანას და განსაკუთრებით ამ ქალაქს რუსეთმა და შემდეგ ვისი საშუალებით და მხარდაჭერით დაიწყო მოქალაქეების იმ ნაწილმა ახალი ცხოვრება, რომლებიც ომით დაზარალდნენ. ჩვენ ამ გადაცემაში შევეცდებით რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია მოგაწოდოთ. ჩვენ ვსაუბრობდით დღევანდელ გადაცემაში ევროკავშირის მხარდაჭერაზე, მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.